მოგესალმებით. ეხლა მე ვიმყოფები პოტარეაში. და ეს სილამაზეები არის იმ ადამიანის შექმნილი, რომელმაც დაამპატიჟა და შემომთავაზა, რომ მეცა და ბედი თიხის ჭურჭლის გაკეთებაში, თუ როგორ ქვიანათ, მოდი ჩემთან, მოდი, ნუ მიმატოვებ. ნუ მიმატოვებ, გამარჯობა. აი ეს არაჩვეულებრივი გოგო ქმნის აი ამ ყველაფერს, აი ამ სილამაზეებს და თან ყავს მოწაფეები. და ასწავლის ამ ყველაფერს და ვნახოთ აბა ჩვენ რა გამოგვი. ნადარი რაღაც მოგიმზადე. ხო. მგონია მარტივად გამოხვალ, რომ უბრალოდ თიხას მოგცემ და არა. არა. ყველგან სირთულეები, აი ყველგან სარხთან უნდა დაგსვა. მართლა. აჰა, თიხაზე მუშაობა ხო ვიცი და ეხა კიდე ჩარხთან დაჯდო. აი, მოკლედ შეკრულები არის. მოკლედ ჩემი გვარი და ნაცია არ ვიცი, როდის მოითათბირეს, რომ გამირთულონ და გამირთულონ ცხოვრება. წავედით? წავედ. წამოვცადოთ, აბა, რა გამოგვივა. დავიწყოთ ეხა და აბა მითხარი, პირველად მაქვს შეხება. არ შევხები, რომ არასდროს თიხას რა ხდება, მომიყევი. პირველ რიგში გეტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია. ეხლა უკან გადავინაცვლებთ, მე დარწმუნდები შენთან. თავდაპირველად საჭიროა თიხა მოვზილოთ კარგად. დაახლოებით 50-მდე ჭირდება გადაზალა და გაჩვენებ ცომს გავს. ფინკრის ცომს დაახლოებით, მაგრამ უფრო მე პიცის ცომს ემსგავსება, მაგდება და ტექნიკა როგორ კაცების ის გადისო კუჭზე და მე თიხიდან ცომს ჩანადი როგორ გადახვედი. თიხიდან ჩამაზე გადავიდე. ვაცადე ეხლა. ამის დრო შუა დღე. ხო, აი მოგვიწია. აი, ნახე, პირველ რიგში ეს რა დააყენებ, აი ამ ადგილს იყენებ. ანუ შეგიძლია ესეც მოზილო მართლა სამივით, მაგრამ სწორად რომ მოზილო, აი ესე მოუჭირე ხელი და აი ამ ადგილით ესე დააწვინე. მეცადე ზუსტად ხილკლის წამოაყენე, მე კიდე და ზუსტად ეგ არის. წამოაყენე კიდე. თუ დიდი გუნდა გვაქვს, ორივე ხელით შეგვიძლია და თან ეს უნდა ვატარიალო. ნახე შუაში ჰაერი არ უნდა დარჩეს, ანუ ესენი კარგად უნდა შეძებდეს ერთმანეთს. ნუ ჰაერი არის ყველაზე დიდი მტერი, ზოგადად გამოწვის დროს, თუ სადმე ჰაერი არის შეყარული ბუშტუკებია დარჩენილი, ხუმალს შეიძლება გასკდეს ნივთი და ამ გახეთქილმა ნივთმა შეიძლება სხვა ნივთებიც მიიყოლოს და გააფუჭოს მთელი კოლექცია თუ ნამუშევრები რაც იქნება. ვაიმე. ძალიან ესეთი სურპრიზებით სავსე არის თიხაზე მუშაობა. აბა შერაშვები გიო. შენ ჭიქას საკეთებ. ასე აი დაარტყე და აი ეს საკეთე. ვაიმე ძა. არა, კაია. ანუ მაგითი რა ხდება ეგ არ ანუ ჰაერი რო გამოვტუმბოთ და თან გვერდები ამოევსება და უკვე მივცემთ იმ ავოკადოს ფორმას, რაც გვჭირდება ამ შემთხვევაში. ცოტა ვერ ხვდები ახლა აქ ჩემი მიდან ავოკადოს ფორმა. კი. ცოტა უფრო სოკოს მაგვარი. ფრინავთებს გავს. ცოტა. კი, შენ არ გინდოდა რომ ჩვენაირად გაგიკეთე. ეს უკვე ხელით აკეთებ მე. აჰა, ეზარებოდა. იმან ნახე უკვე რაღაცების აწყობა დაიწყო. განაჩენს უკვე ხელით აკეთებ. ეხა ვითომ გამოვდევნე? კი, გამოდევნებია. ბევრი მაგას არაფერი აღარ ვთქვი. ცოტა ავოკადოზე ცუდი წარმოადგენა. ძალიან წიფი ავოკადო. მოზილოვი გასაგებია, მაგრამ ის გახდება. ჯერ არ ვიცი რის გაკეთებას. ნუ ამ ზომის თიხა დაახლოებით ჩაის ჭიქას ეყოფა. აჰა. ჭიქით დავიწყოთ. როგორც მეღვინე ხალი, მაგრამ ხო. ფილმას ხوار გააკეთე. ბარი. კაი, ფილ შეიძლება? რატომაც არა. რთული არ იქნება? არა. მაშინ ქვევრი გავაკეთე. პირდაპირ ქვევრი. ორტონიანი. აი, ვაკეთებთ ფილოს. ეხლა უნდა მაჩვენოს პირველად, უნდა ვნახო როგორ კეთდებათ, არა? ეხლა ეს პირდაპირ ბერბებ დღუნებოდი და ვერ დავიწყებდი. ყველაზე მთავარი ჩარხზე მუშაობის დროს არის ცენტრის დაჭერა. ყველაზე რთული არის ცენტრის დაჭერა. მთავარია ცენტრში მოხვედრო და მერე მიდის და მიყვება. მაიმე. თან ცენტრში მოხვედრა, ანუ არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ამ შუა წერტილში გქონდეს. შეიძლება ზუსტად ცენტრში დადო, მაგრამ ცენტრში არ იყოს, აი ესე ქანაობდეს. თუ გინახავს რაღაცეთი ფეილ ვიდეოები, აი რო გაურბით ეს თიხა და ხან თავში მოხდებათ და ხან რაღაცას ცდილობები, ხან თმარო ჩაყვებათ ხოლმე, ესეთი რაღაცები ხდება თუ არ გვაქვს ცენტრში მოთავსებული. ანუ ეგ ყველაფერი მელის მეცი. თუმცა ჯობია შეკრული კონდიც. მე მგონი არ უნდა მაჩვენოს და პირველი მეცა მარტო უნდა ვცადო. თავიდან ესე ვისურვით. აჰა. ძიმეთ. მერე ესე საჭირო რომ ჩავამაგროთ თითებით, რომ პირველივე დატრიალებაზე არ გაგვიფრინდეს.
და ვიწყებთ უკვე დატრიალებას. ეს არის პედალი, როგორც მანქანაზე ვარეგულირებ სიჩქარეს, მიუხედავად იმისა, რომ ტარება არ ვიცი, მანქანის ამის ტარება იცი. ამის ტარება ვიცი. თითიც ვაფიქსირებთ. ნახე, ეს არ არის ცენტრში, იმიტომ რომ ცეკვავს, ამას ვეძახით, რომ ცეკვავს. როგორც საბოლოო ხომ თიხამღერისო, ეს ცეკვავს. ეხლა უნდა დავიწყოთ ჩვენ დაცენტრვა. ამისთვის გვჭირდება წყალი. აი ეს ადგილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ადგილს ვეყენებ. მეორე ხელით ზემოდან ვაწვევით, ანუ აი ამ ადგილით ვაწვევით, ამ ადგილით ზემოდან ვაწვევით. ანუ აქედან იმ მიმართულებით ძალას ვატანთ და ამით ზემოდან. აი ნახე ზემოდან რო დახედო, აი ესე გვიჭირავს და ზემოდან ვაწვევით აი ამ ადგილს. აი ამას და ამას. ნელა ჩერდება უკვე ძალიან ცოტა აკლია. ეხლა წერან პირველად რო დავდე ხო ესე ტრიალებდა და უკვე ნელა ვიმორჩილებ. ეხლა შემიძლია უკვე მე ფორმის ამოყვანა დავიწყო, რახან ძალიან აღარ ცეკვავს. აი ნელ-ნელა მივდივართ. სერათითით შუაში ვაწვევით, ამ ხელით ისევ მიჭირავს მარცხენა ხელით. საცია ხო არ ხარ? არა. არა ხო? ამ ხელით ისევ მიჭირავს. ნელ-ნელა ვიწყებთ გაფრეტას ცენტრს. წყალს როგორც კი ხელზე აღარ გვისრიალებს, ეტაპობრივად ცოტ-ცოტა წყალს ვამატებ. ამით ისევ გვიჭირავს და ჩავდივართ ესე თითით. ნახე უკვე თითქმის ცენტრში ჩავედი. და ეხლა ვიწყებ ჩემკენ გამოკაჩვას. ამ ცერათით ძალას ვატან და ჩემკენ ვქაჩავ. აუ რა მაგარია. რა გავაფართოვო. თან ვატრიალებ, თან ამომყავს ეს სისქე ზემოთ. შევადაროთ მე შენ და ჩემი ფიალა როგორი გამოვაგინდა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი გამოვიდა. აუ მე კიდე არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე მგონია რომ აი ეხა რომ ვუყურებ თავი არის აი ამ საქმეში თავი არის კონცენტრაცია და გონება არ უნდა გაგეფანტოს. ეხლა რა თქმა უნდა მე ვერ დავიმახსოვრე ეს ყველაფერი და უნდა დამეხმარო. თავი დამეხსოვრე? ნუ აიცია ვერა. ვერა. არ თან ჩემი ახლობით კი, მაგრამ ჩემი ინტერესიც არის რომ კარგი მასწავლებელი ვარ თუ არა მაინტერესებს. გამოვიდე, როგორი გამოვა. მე მგონი იყოს ეს ფიალა დავტოვოთ. დავტოვოთ რა თქმა უნდა. კაი. და ბოლოს არის მოჭრის ეტაპი, ნახე. ეს არის მოსაჭრელი. ასე დავიხიოთ. აი ეგ ბოლოსში ესე. დავაჭიროთ და ამ დროსაც უნდა დავატრიალოთ. თან ძალიანაც არ უნდა მოგვივიდეს, რომ არ გაგვექცეს ეს მოჭრილი. აჰა. მე რო შრება ამას ძირები უმრგვალდება. ეხლა შენ რო დაჭდა ამას მოვწმინდა, ანუ ეს კარგი არის რო რჩება, უფრო კარგად დაეკრობა, ამას არ მოვაშორებ, უბრალოდ გარედან მოვაშორებ ამას, რომ შენ დაიწყო სუფთა ფურცლიდან. ამას დავდებ აქ. ესე. კაი, დაждები დავჯექი. კარგი. ხარი კომფორტულად იჯდა. აბა მოდი ჯერ გავატესტო პედალი. ჯერ გავტესტო. ნორმალურია? დაიჭირა ამ სიჩქარეს, ხო? კარგი, ამაზე მეტად თუ არ გაგიჭირა. რაღაცა მომენტში თუ არ გამექცა. ხო. ესე იგი პირველი დატყლებება. დატყლებება. კარგად დავატყლებო. კარგი. აჰა. აია. ეხლა ესე, ხო? თითებითო დავაწებეთო. ეხლა თქვათ ეგეთ სკლეროზიანიც რაღაცები დააწებებ მე ესე ციც დავუდე და ესე დაატრიალე რომ ეს დაწებებული დააფიქსირო. აი ესე? აი ესე დაადე. ეს ხელი? და იმეთიც რამე სხვა რუზო. არა, არ დაატრიალა. ვაი. ეს რა უკვე შევაწებო? არა, აღარ შევაწებო. ანუ ვერ მივხვდი. ვაიმე. დაატრიალა. ვაიმე. არა, შევს. ვაი მიწებდა რა. აი. ვერ ვარეგულირებ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენი წელია ვზივარ საჭესთან. დიდი ხანია. ეხლა მჭირდება წყალი. მაგრამ შრალს ვერ დაატრიალებ. ეხლა მჭირდება წყალი. აი და რამდენიმე წელი ხელზე დაისხი რა, ეს ხელის დაინამე უფრო მეტადაც შეგიძლია, აი ეს ახლობით და დაიწყე. მოიც, დაიწყე, კაია ეხლა. ესე იგი აი ესე. და იქიდანაც დაიჭირე. აქედან და ეს აქედან ზემოდან დააწექი. ვაიმე. ზემოდან დააწექი. ეს აქედან ცერაცითი ზემოდან და გვერდიდან ხელით მიჭიროს. გვერდიდან ხელით მიჭიროს და ამითი ვაწვევი. კაი, მაკა. აქედან ამით დააჭირე ზემოდან აუცილებლად. ზემოდან დაპრესე რომ არ მოკიწყდება. კაცო, გას ვერ ვაკონტროლებ და რატო? შეგიძლია აჩქარო ცოტა. ცოტა რომ აჩქარო და მე გამირბის.
ოდნავ აჩქარე კიდე. კიდე? შეგიძლია. აი. აიმე. ხელები ესე რომ გიმოძრაოს, ესე იგი ცეკვავს. აი, ცეკვავს კი. ხო, არა, ჯერ ახლა სამუშაოა მაგას. ხო, ეს ამებს ეს იყოს ესე? ჯერ იყოს კი. მეგონი გაიერთე რა ცეკვაში. კი. აუ, კი. მაინც ცეკვავს. აი მით მიაწექი კარგად. ეხლა შემდეგი ნაბიჯი წყალი დაისხე შენ თვითონობა. აი ხა უბრალოდ ამას უშვებ და ამას არაფერი არ მოუვა? არაფერი არ მოუვა. აი ნახე ეს წვეტი რო გაიკეთა, ეხლა შეგიძლია მაგას დააწვეთს ერთით. თუ წვეტი არ გქონდეს. აიმე. აუ მაგარია. ეხლა ძალიან ქვემოთ ჩავედი მე მგონი, არა უშავს? ის ხელი მიაჭირე კარგად და ამოვა ისე ზემოთ. ალბათ აქეთასაც ძალიან ვაწვევი და. იქითაც აწვევ, ზემოდან ეს ძალიან აწვევი და მაგით ეხლა ზემოდან ეს ხელი ცოტა მოადუნე და იმ ხელით მიაწექი და ისე ვამაყობება. აი. და ხელებზე ზედმეტი თიხა რომ მოგაშორო და ხან ცენტრის ამოყვანაზე მიხარ უკვე. მოდი. არა, ნახევარი თიხა ხელებზეა სხვაგან, დავიცი. პატარა ფრიალა გამოვა. ეს არ უნდა დავრჩენოდა ამდენი? არა. რაც უფრო დიდ ხანს დიდი დრო ჭირდება ამ ცენტრის დაჭერას, უფრო მეტი თიხა ჭირდება იმას და უფრო ნაკლები მასაქჩება რა. რაც უფრო დიდ ხანს ატრიალებ. ანუ გასავალი ბევრი იყო ეხლა ამ შემთხვევაში. აბა წავიდა. გულშემატკივრო. გამექცა. იმის მიაწექი კარგად და წვეტი ჩააჭირე. ხო და მეშინია არ გავაფუჭოთ, ხო და მაგიტო არ გავფუჭოთ. ჩააჭირე. ეს სიჩქარეს დაუკელე. ოჰ. ოჰ. როგორ ხავის? აჰა. ეხლა ეს თითი ამოიღე და ეხლა ცოტა წყალი კიდე მე შენ თვითონ ჩაიმატებ, არემ ბოლომდე შენ თვითონ გააკეთე, წყალი შენ თვითონ იმატე. ეხლა ცერაციც ის შუათით ჩავდივარ და ესე შენკენ უნდა გამოვხაჩო. ცოტა ჩასხი მანდ და მეტი აღარ გინდა. შუათით და იმით გიჭირავს და ამით მიჭირავს? ხო. და აი ესე შენკენ გამოვხაჩე. უნდა გააგანიერო. ხარი, ახლა არ დავიძრა 120-ით. ახლა სიღრმეში ჩადიჯერ. სიღრმეში ჩავედი. და ეხლა წამოდი გამოვხაჩე შენკენ. აი ეს გახსოვდება სადაც არის ქეჩეკილია ჩააჭირო უფრო მეტი. გამოვხაჩე კარგად. აი ნახე შუაში რჩება და რატო? იმიტომ რომ შუაში ცენტრში არ გიდოს თითი. აი ცენტრში უნდა მე. ცენტრში ორივე თითი რანაირად? არა, ერთი თითი ჩაყავე. ერთი. აი ეგ. და მე აქეთკენ როგორ ვქაჩა? აი ესე. აი ეს თითი ცოტა მოხარე. ძალიან აღარ ჩააჭირე, თორე ძირი გაუთხელდება. წამოდი ახლა ჩააჭირე. ხო, არა, ფორმის მიცემა ცოტა რთული ყოფილა. ნახე როგორ ტოვებ. ხო, იმიტომ რომ გითამაშებს ეს ხელი. იცადე რომ დააფიქსირო ერთ დილას. აუ ეს არ გეგონოს რომ ახლა მარტივ რაღაცას აკეთებ, არა, მართლა გამოგდის, ანუ ფორმა რომ მიეცი უკვე პირველ დაჯდომაზე. აი ხა დაიჭირე და ეს გამოვქაჩო რომ გადმოიხაროს რა, ფიალასავით რო იყოს, ხო? არ ვიცი ფიალა, მაგრამ ეს ფორმაც მომწონს. პირველ სტადიაზე ფორმის მიცემა არის ძალიან 100-დან შეიძლება 5-ს გამოვიდეს. და სადღაც გაჩერდი ახლა რა, აღარ გინდა. გაწურული გუბკა ჩადე ამაში და ისე დაატრიალე, დააჭირე და ეგრე დაატრიალე. ესა? ხო. აღარ ძალიან არ დაგიტრიალდეს. ძალიან არ დაგიტრიალდეს. აი ნახე რომ გატრიალდეს უბრალოდ რა, ეს თიხები რო აღარ გქონდეს ზემოდან. დააჭირე? ვცდილობ. მე აი გვერდებზეც ამოვასუფთავე და გარშემოც დაადე გუბკა. გარშემო ესე? ხო, რომ მოაშორო რა, ის ხელს აღარ მოკიდო და ზედმეტები რომ მოვაშოროთ, აი ზემოდანაც რო აცხია. თიხები. ინა მშვენიერ თასია. ვითომ? კი. რა ზვალია? ვითომ? აბსტრაქტული ის არის ფიალა. ეხლა უნდა მოვაჭრე. ეხლა აბა ვნახოთ ეხლა ხელზე ვიხვევ, ხო? ვინ არ დაიხვია უბრალოდ იმაზე არ მოგიხდეს რა. ძალიან ძირზე დაადე. ეს.
კაცი დავატრიალოთ. ძირი გაყვა ცოტა. არა, უშო, გამოაძრახე გაკაჩე. ნუ ეგ არ გამოაჩინე. ძირი გაყვა. ცოტა ფიალა მაქვს უძირო. და იცი რა მაინტერესებს ახლა? აი ამას ახლა ეს რო ავიღოთ და მივაწეპოთ არ გამოვა. მოკლედ არ ველოდი ხო ამ ყველა. არ ველოდი ფინალის გაფუჭებას არ ველოდი მე მეგონა რომ თავი კუჭი მქონდა უკვე და ეხლა უნდა ავზილო და თავიდან დავიწყო რა შევა ფიალის გარეშე სახში არ წამოხვალო და მეორედ უნდა ვცადო მაგრამ საქმე იმაშია რომ ეხლა მე ჩემ მეგრულ ტვინს გამოვიყენებ და აი ნახეთ თუ არ გამომივიდეს მაწვალებენ. ცდა მეორე. არ ვიცი, ახლა მართლა თუ მეგრული ტვინი არ გამოვიყენე მე. სხვანაირად არ გამოვა აქ საქმე. მეგრული ტვინი უნდა გამოვიყენოთ და გამოდინათი ახლა მომიჭერი. ეს ყველაფერი მომიჭერი ახლა. აჰა. ხერხის ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაო. რა კარგად მოჭერი ნახე რა ძვირფასად. აი სიღრმე აქვს ამაზე მეტი არ უნდა დალიო ადამიანმა და ამ ფიალით შვენიერი ფიალა გამოვიდა. მართალია, მასწავლებლის ფიალა ბევრად ლაპანი არა ვერავინებ. აი აქ ვიაჩვენე. მოდი და მივჭახუნოთ. და გაგვიმარჯოს. ეხლა ჩვენ რახან გვინდა რომ დღეს მოვხატოთ ბარემ რაღაცები და ჩქარჩქარა. ხო, რომ ვერ ვიწვენ. ესეთი გაწურული გულკით, ცოტა შეშრა და უბრალოდ ეს გვერდები დავუმუშავოთ. მთელი გადაღების პროცესია მაკუნა რამე თქვი და თიხაზე მუშაობა ყოფილა ისეთი რაღაცა, რომელსაც ლაპარაკი არ სჭირდება ხალხო. და ეხლა მოხატვის დროსაც ალბათ შემჭამს ილაპარაკეო და გვაცადე მუშაობა. ეხლა მე და გიო ვემზადებით მოსახატად, ხო? აი, იღებ ფუნჯი? ორ ფერში. მე ვარ ოროსალი მხატვრობაში, ამიტომ გიოს გამდა გადავიხატო. წავიდა გიო. ჩემ ნიჭზე უკვე გელაპარაკეთ მხატვრობასთან დაკავშირებით. ნუ რა ვქნა, ამაზე მეტი 3 წლის ბავშვის ნახატებს გავს. ეხლა შიგნიდან ჩაგახედავს ნახე. რაც შემეძლო ის დავაწერე, ხელი მოვაწერე, მივათხაპნე. ხო და ჩემმა შვილმა რაღაცა უკეთესი გამოსავალი იპოვა მე მგონი, ნახე რა ლამაზია შიგნიდან. აბანათი გითხარი ახლა როგორი მოსწორო. არ მაქო და არ მადიდო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რას. არა. მაგარი ხარ მართლა. ხო, იმიტომ რომ პირველი მცდელობა ძირითადად კრახით სრულდება ხოლმე რა. აი 5 წუთის მერე უკვე ამბობენ რომ არ არის ჩემი საქმე კეთილი. მე კიდე ნახე, რავი, ჩემთან მოსულ სტუმრებს ამითუნე დაგალევინო დღვინო. ჩემი მოხატო. ეს ქვევრი დავხატე ჩემი ჭკუით, მაგრამ ნათია მითხრა, უი ეგო ფანჯარა არის და ნაკნა ეხლა რაც გამოვიდა. ნათი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა შენ. და იცი რა მითხარი ახლა? აი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენთან მოსვლა? კი, ჩემთან შეუძლია დიდსაც, პატარასაც, ქალსაც, კაცსაც, მოწყენილსაც, მხიარულსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს. მიიღოს ეს სიამოვნება რაც შენ მიიღე ახლა.
თანამშრომლებს შეუძლიათ რომ მოვიდნენ მეგობრებს, ერთად სკოლის გააკეთონ. მოსწავლეებს, კი, დაბადების დღე გადაიხადონ და რა ვიცი, ნებისმიერი აქტივობა შეიძლება დაგეკმონ ამ სივრცეში. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვალაიკეთ, დაგვიკომენტარეთ და იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა, ნათი, ძალიან დიდი, უღრმესი მადლობა.